მედია პროექტი უცნობი კავკასია. Საომშვიდობის ეთერშია პროექტი უცნობი კავკასია. დღეს მას მე ნინო ჟიჟილაშვილი წარმოგიდგენთ. ჩემი კრიტიკის მთავარი მიზანი არის ის, რომ დავარწმუნოთ ჩემი კოლეგები ალიანსიდან, ის ადამიანები, რომლებიც იმედის თვალით უყურებენ რეფერენდუმს, რომ ეს გზა მიზნამდე არ მიგვიყვანს. ეს გახლავთ ამონარიდნი ნინო ბურჯანაძის უკანასკნელი საგაზეთო ინტერვიუდან პირველი სატელევიზიო დებატები ქართულ ტელესივრცეში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერ ბატონ დავით უსუპაშვილს შორის. მოგესალმებით, ხალბატონ ნინო, ბატონ დავით, უღმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენს მაყურებელს მსმენელს შევახსენებ, შეუძლია დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 388. ხალბატონ ნინო, რატომ არ მიეყვანს მიზნამდე რეფერენდუმის გზა თქვენს კოლეგებს? იცით, მე ჩემი მოსაზრება რეფერენდუმთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავმარტე და ერთიც მინდა ვთქვა, რატომღაც იყო იმის მცდელობა, რომ ჩემი მხრიდან გახმოვანებული ჩემი შეხედულება რეფერენდუმთან დაკავშირებით წარმოჩენილი ყოფილიყო როგორც დაპირისპირება დაუშვათ ჩემსა და ალიანს შორის, ან ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ ცალკე ბურჯანაძის გუნდსა და ვთქვათ ალასანიას გუნდს შორის. ესე ნამდვილად არ არის. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და დარწმუნებული ვარ ამ ნაწილში ბატონი დავითი დამეთანხმება, რომ ჩვენ მივაღწიეთ შენთანხმებას ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა. ეს გახლავთ საკითხი, რომელიც ეხება პრეზიდენტის გადაყენების აუცილებლობას და ვადამდელი არჩევნების მიღწევის აუცილებლობას. რატომღაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ ეს უმთავრესი მიღწევა ოპოზიციის, სადაც ჩვენც, ალიანსიც, ის ასე ვთქვათ ფორუმიც, ლეიბორისტებიც ვართ ყველანი პრაქტიკულად ერთი და იმავე პოზიციაზე, აი ამის იგნორირება გააკეთოს და გადაიტანოს ყურადღება იმ ტაქტიკურ განსხვავებებზე, რომლებიც უდაოდ არსებობს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის განსხვავება ორ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გზას შორის. ერთი გზა არის, რომელსაც მე ვემხრობი და ის ადამიანები, ვინც ამ ჯგუფში არიან, ეს არის, ასე ვთქვათ, პირდაპირი დემოკრატიის გზა, ანუ ასე ვთქვათ, 9 აპრილს აქციების გზა. მეორე არის ის, რომელსაც ბატონი დავითი და ალიანსის სხვა წევრები ემხრობიან, ეს არის რეფერენდუმის გზა. მე ვალდებული ვიყავი, რომ ჩემი პოზიცია რეფერენდუმთან დაკავშირებით გამეხმოვანებია, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ როგორც საზოგადოების ნაწილს საქართველოში, ასევე ძალიან ბევრ ადამიანს საზღვარგარეთ, ვინც ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ბუნებრივია გაუჩნდება კითხვა, რატომ ბურჯანაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კონსტრუქციულობით და ხანდახან, როგორც ამბობენ, ზედმეტი კონსტრუქციულობით, რატომ წავიდა, ვთქვათ, უფრო რადიკალური გზით, როგორიც არის არა რეფერენდუმი, არამედ, ვთქვათ, იგივე საპროტესტო აქციები. ერთადერთი მიზეზის გამო, იმის გამო, რომ მე ვთვლი, რომ რეფერენდუმი არა მარტო ახანგრძლივებს პროცესს და ამაზეც ალბათ ცალკე ვისაუბრებთ, არამედ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელში ჩვენ ნამდვილად ვერ მივიღებთ ობიექტურ შედეგებს. ანუ რეფერენდუმი გაყალბდება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, გაყალბდება ძალიან, ასე ვთქვათ, დახვეწილი გზებით, რაღაც ახალი სიახლეებით, რომლის მიხვედრაც შეიძლება რაღაცა რეფერენდუმის პროცესის შემდეგ გახდეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი და ჩვენ ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც ყველანი ვთვლით, რომ სააკაშვილი რაც მეთხანს დარჩება ხელისუფლებაში, მით უფრო ცუდია ამ ქვეყნისათვის, აღმოჩნდებით იმ რეალობის წინაშე, რომ დავკარგავთ თვეებს და ამ თვეების განმავლობაში კი ნამდვილად არავინ არ იცის რა მოხდება. მადლობთ ბატონ დავით, საფრთხეების შეფასება რატომ ვერ მოხდა თქვენი ალიანსის მხრიდან ისეთ დოზით, რა დოზითაც ეს მოახერხეს თქვენმა კოლეგებმა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კარგია რომ ეს გადაცემა სწორედ ამ კონკრეტულ თემას ეხება, სწორედ ამ დღეებში, იმიტომ რომ ბოლო ერთ კვირის განმავლობაში იყო აცთა გამოთქმა, გაცვლა-გამოცვლა, იყო გარკვეული ასე ვთქვათ, კბენებით, წკენებით, ორივე მიმართულებით და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს ემოციური ფონი ძალიან მალე ჩაცხრება და ჩვენ დავინახავთ, რომ აქ საუბარია არა განსხვავებულ გზებზე, არამედ ერთი მიზნისკენ, სავალ გზებზე, რომლებიც ერთი მიზნისკენ მიდიან და მე ნამდვილად არ ვამბობ, რომ ჩვენი გზა არის ალტერნატიული სრულად. ჩვენი გზა მოიცავს 9 აპრილის დემონსტრაციასაც, 10-ში აქციასაც, მანამდე ძალიან ბევრ ღონისძიებას და ამაზე გვექნება საუბარი. თუმცა როგორც ჩანს, საიტნოტური ვითარების გამო გარკვეულწილად ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციაში თავიდანვე ბოლომდე ან შესაძლოა ზოგმა არ მოინდომა გარკვეულიყო ვითარებაში. იყო საუბრები იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვითხოვთ რაღაც ერთწლიან პროცედურებს ამ საკითხზე, მაშინ როდესაც ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ
ჩვენ პრეზიდენტს ვაძლევთ 10 დღეს იმისთვის, რომ მან თავად გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური და კანონიერი უფლებამოსილება და დანიშნოს რეფერენდუმი. ასეთ შემთხვევაში მაქსიმუმ რა დაჭირდებოდა რეფერენდუმის დანიშნას? 2 თვე. ანუ დანიშნვიდან 2 თვეში შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი და უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. ასე რომ ჩვენი დათვლებით ეს არის დაახლოებით მაისის პირველი რიცხვები, როდესაც ჩვენ პრეზიდენტს ვთავაზობთ დანიშნოს რეფერენდუმი და კითხოს ქართულ ხალხს. რაც შეეხება საფრთხეების და რისკების შეფასებას ამა თუ იმ გზასთან დაკავშირებით, ალბათ დღეს გვექნება საშუალება და ქალბატონი ნინო ისაუბრებს 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებულ გზაზე და გვექნება საშუალება შევაფასოთ, ავწონდავწონოთ რისკები და აქ რისკები როგორც ქვეყნისთვის, ასე ამ პროცესისთვის და იმ ბიზნეს მიღწევისთვის, რომელზეც ჩვენ ყველა ვსაუბრობთ. ერთი კონკრეტული რისკის შესახებ ბატონ დავით, თუ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რაც ქალბატონი ნინო ბრძანებდა, არის სარისკო. ის ამბობს, რომ გაყალბდება რეფერენდუმი აუცილებლად. აპრიორში, ამიტომ არ ღირს ამ თემას საუბარი, ფიქრობენ თქვენი კოლეგები. პირველ რიგში მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ურისკო გზა არ არსებობს. ჩვენ რომ საქმე გქონდეს ასე თუ ისე გონიერ და ქვეყნის ბედზე დაფიქრებულ ხელისუფალთან, მაშინ ჩვენ შეგვეძლო მართლაც გვეფიქრა და ხელისუფლების მონაწილეობით მოგვეძებნა ის გზა, რომელიც იქნებოდა ნაკლებად სარისკო. რისკები არსებობს ორივე მიმართულებით. მოდი ახლა დავსვათ ეს ორი მიმართულება და გავარკვიოთ რა რისკები არსებობს აქ. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საუბრობთ რეფერენდუმზე, ჩვენ ვართ თანმიმდევრული სწორედ იმ დეკლარაციის, რომელიც ქალბატონმა ნინო ახსენა და როდესაც ჩვენ დეკლარაციას ხელს ვაწერდით, ქალბატონი ნინო არ ამგონია, რომ რომელიმე ჩვენგანს ჰქონდა ეს ილუზია, რომ ახლა ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ამითი პროცესი დამთავრდა. ეს იყო პროცესის ერთი ეტაპი, ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის ამაშივე თანხმები, რა თქმა უნდა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც აი ამ გარკვეულ ნიუანსებზე ოპოზიციის სპექტრში განსხვავებები იქნა შენიშნული, მთელი სახელმწიფო მედია იყო მომართული ამაზე და ცდილობდა ჩვენ როგორმე ერთმანეთს დავპირისპირდებოდით. მაშინ როცა ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, მაშინ ეს საინფორმაციო საშუალებებშიც კი 10 წამიან სიუჟეტებში თუ ხდებოდა. ხელისუფლება იმასაც ამბობს დღეს, რომ აი ოპოზიცია ვერ თანხმდება სხვადასხვა გზას ამბობს და ჩვენ რა ვქნათ. ამაზე პასუხი მარტივია, ჩვენ რაზეც შეთანხმებული ვართ, თუ ჩვენი შეთანხმება ამათთვის მნიშვნელოვანი და ეს თემა აინტერესებთ, ყველაზე მარტივი გზა შევთავაზეთ, გადადგეს და აქეთ ამითი თავიდან აგვაცილოს ყველას ის მოსალოდნელი რისკები, რომელიც ნებისმიერ გზას ახლავს თან. ახლა რაც შეეხება უშუალოდ რეფერენდუმს. ჩვენ კიდევ მეორე ვართ თანმიმდევრული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას და მივმართეთ ერთად პრეზიდენტს გადადექი. გავიდა 2-3 კვირა ის არ გადადგა. შემდეგი ნაბიჯი ჩვენ პრეზიდენტს ასევე ვთავაზობთ, 10 დღის ვადაში ეს დღეები ხვალზე გიწურება უკვე. კითხე ხალხს, თუ არ გჯერა ჩვენი. და თუ არც ხალხს კითხავ, მაშინ ხალხთან ერთად ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ მოძრაობას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია 9 მარტიც, 12-იც, 9 აპრილიც, 10 აპრილიც და ასე შემდეგ. ჩვენ რეფერენდუმის დანიშნვის საკითხზე ხელისუფლებას კიდევ მეორე ვაძლევთ ვადას მოსაფიქრებლად და მივეცით ეს ვადა 5-6 მარტამდე. ახლა რატომ ვაკეთებთ ამას? ეს არის წმინდა პიარული ხერხი, თუ ჩვენ თვლით, რომ რეფერენდუმის გზით მართლაც შესაძლებელია მიზნის მიღწევა. ჩვენ მართლაც ვფიქრობთ, რომ რეფერენდუმის გზით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია შემდეგ ფაქტორთა გამო. პირველი, რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხი, გსურთ თუ არა სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის ის ფორმულა, რომელიც უბრალოდ სხვა შანსს არ გვიტოვებს მთელ ოპოზიციურ სპექტრს, გარდა იმისა, რომ ვიყოთ მართლაც ერთად. ეს არის იმ ტიპის აქცია, რომელშიც აზრთა სხვადასხვაობა ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე, ხერხზე, ლიდერზე, ალიანსზე და ასე შემდეგ უბრალოდ გამორიცხულია. იმიტომ რომ დგას ძალიან კონკრეტული კითხვა და ამით მიიღწევა ოპოზიციის საყოველთაო ერთიანობა და მე დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაში იმ ოპოზიციისაც, რომელიც დღეს შესაძლოა მერყეობს და ელოდება ვითარებას აით გადააწონის სასწორი. მეორე, ასეთ ვითარებაში ჩვენ ვახერხებთ საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის სრულ კონსოლიდაციას. იქ აღარ არის დებატები თქვენსა და თქვენს თქვათ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს შორის ეს პარტია უკეთესი თუ ის პარტია უკეთესი. ამაში კი არ იხარჯება დრო და ენერგია. არამედ ყველა მობილიზებული და მოტივირებული ვართ საერთო მიზნის მისაღწევად. შემდეგი საკითხი მის შესახებ გაყალბდება თუ არ გაყალბდება ან გაყალბდება თუ ვერ გაყალბდება რეფერენდუმი. ამ ნაწილში ყოველგვარი ირონიის და ნიშნისმოგების გარეშე მე ქალბატონ ნინოს მოსაზრებას პატივს ვცემ,
იმიტომ რომ მან ყველაზე უკეთ იცის რა ხერხებით და მეთოდებით ყალბდებოდა არჩევნები დღემდე. ამიტომ როდესაც ქალბატონი ნინო ამბობს რომ ხელისუფლება ამას მოახერხებს, ეს ნამდვილად ანგარიშგასაწევი მოსაზრებაა და ჩვენ უნდა გქონდეს სერიოზული არგუმენტები იმისთვის, რომ ქალბატონ ნინოს ასე ვთქვათ, გაუქარწყლოთ ეს ამ საფრთხის განცდა. რას ემყარება ჩვენი ამ თემას კიდევ დაუბრუნდეთ ბატონ დავით, რომ არ გამოვიდეს მონოლოგი ქალბატონ ნინოს მინდა ვკითხო ხა თქვენ გასახელებდათ პრესა ბოლო პერიოდში მომავალ თავმჯდომარედ პარლამენტის თუკი ალასანიას გუნდი მოვიდოდა ხელისუფლებაში. დიახ. თითქოს როლებიც უკვე გაცვლილია თქვენ კონსტრუქციული ბრძანდებით ამ წუთში უფრო მეტად კონსტიტუციური გზებით ფიქრობთ პრეზიდენტის გადაყენებას ქალბატონ ნინოსთვის ეს ახალია აბსოლუტურად რადიკალიზაცია მაქსიმალურად. არა კონსტიტუციო ას ქალბატონ ნინოსგან გამიგია მე არ ვიცი. თუმცა ქუჩის აქციებს გულისხმობთ ქალბატონ ნინო. ქუჩის აქციებს როგორც გითხართ, გასაგებია, მაგრამ ასე წარმოვაჩერთ ამ სტუდიაში მაინც რომ ჩვენ ქუჩის აქციებს ან გამოვრიცხავთ ან მიმიჯნებით ან ართულით რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხერხი. ამის დრო თქვენ გექნება საშუალება ეს განმარტო. ქალბატონ ნინო ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ახსენებს თავის ინტერვიუებში ასტრამის ალასანიას გზა და ბურჯანაძის გზა. თქვენ ეს ორი გზა გაყავთ. მე ეს არასოდეს არ მიხსენებია. ეს არის მე არ ვიცი საიდან მოდის, იმიტომ რომ მეგონი ეს პრესაშიც იყო ეს ფრაზა თქვენს ინტერვიუში. ეს არ წამოსულა, პირიქით მე გავაკრიტიკე იმ ინტერვიუში საერთოდ ეს განწყობა, იმიტომ რომ მე მგონი არც თქვენგან არ წამოსულა ეს ბატონო დავით. იმიტომ რომ ეს არ არის ბურჯანაძის გზა, მე არ ვიცი ხა შეიძლება კონკრეტულად ალასანიას გზა არის, რაზეც ალიანსი საუბრობს, მაგრამ ის გზა რომელიც ესე ვთქვათ, ჩემთვის არის ამ ეტაპზე სწორი და მისაღები, ეს არ არის ბურჯანაძის იდეა, მხოლოდ ეს არის კონკრეტული ოპოზიციური გაერთიანების და ჯგუფის იდეა. და მე ისიც მოგახსენეთ, რომ სხვათა შორის აი ეს დაყოფა, რომ ბურჯანაძის გუნდი ან ბურჯანაძის გზა, ეს არის ძალიან ხელოვნური და მე მინდა ყველა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას ვთხოვო, რომ ეს ნებსით უნებლიეთ ასეთი დაყოფა დაასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს და ნუ იქნება ესეთი დაყოფა. ბურჯანაძის გუნდი არ არის ის ოპოზიციური გუნდი, რომელსაც ესეც ცდილობდნენ, ესე ვთქვათ, გაერთიანებიათ ერთი ქუდის ბურჯანაძის გუნდის სახელწოდების ქვეშ. მე ჩემი გუნდი შევქმენი, როდესაც ჩამოვაყალიბე ჩემი პოლიტიკური პარტია, მე არც არავის ვეპატიჟები ამ, ესე ვთქვათ, პარტიაში, ხა ოპოზიციური სპექტრიდან და არც მე არ ვაპირებ რომელიმე პარტიასთან შეერთებას. ჩვენ გავერთიანდით იმ ერთიანი მიზნის ირგვლივ, რომელსაც ქვია პრეზიდენტის გადაყენება და ცალკე ეს ჯგუფი, ვთქვათ, განსხვავდება ამ ჯგუფისაგან, რომელსაც ბატონი დავითი წარმოადგენს იმით, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა, როგორ უნდა მივახციოთ ამ მიზანს. ესე რომ მე კატეგორიულად ვითხოვ იმას, რომ მე არ იყოს არანაირი ესე ვთქვათ, თუ რა თქმა უნდა მიიღებენ ამას, მაგრამ მე ვადასტურებ იმას, რომ აქ არ არის ბურჯანაძის გზა, ბურჯანაძის გზაზე ლაპარაკი, ან ბურჯანაძის გუნდზე ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი 9 აპრილის მომხრეთა ჯგუფზე, რომელშიც შედის ბურჯანაძეს და ბევრი სხვაც და არიან ესე ვთქვათ, არის ალიანსი, რომელიც ემხრობა რეფერენდუმს. ეხლა რაც შეეხება, იცით, გავტონინო რამდენჯერმე ამ ბოლო პერიოდში მე გავიგონე, რომ აი ბურჯანაძე რადიკალური გახდა, ბურჯანაძის რადიკალიზაცია. მე არ მივიღებდი ამ ესე ვთქვათ ასეთ შეფასებას და ვფიქრობ რომ ეს ამ შემთხვევაში არ არის მთლად სწორი შეფასება, ეს არ არის რადიკალური გზა. ეს არის ადეკვატური გზა და ადეკვატური მოთხოვნა იმისა, რაც დაემართა ჩვენს ქვეყანას აგვისტოში. აგვისტოში კოლეგებს მოთხოვნა არა ადეკვატური ამ შემთხვევაში. ასე გამოდის, რომელიღაცა გზა არის უფრო ადეკვატური ქალბატონი. პრეზიდენტის გადაყენება, მაგრამ მე ვხედავ, ჩემი ხედვა როგორ შეიძლება მიღწეული იქნას ეს ამოთხოვნის შესრულება არის ასეთი და მე ვთვლი რომ ეს არის ჩემი მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატურად შეფასება მოვლენების. ბატონმა დავითმა თავისი ხედვა გითხრათ და ისიც თვლის რომ ასევე ადეკვატურად საშუალება და ალბათ ქალბატონო თქვენც მეც გვეტყვით მოვიდავთ იმაზე ვისი გზაა და რა ქვია აი 9 აპრილის დავარქვათ არ ვიცი კომიტეტი თუ რაც არის ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც ამბობს, რომ 9 აპრილს უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს უპირობოდი. უნდა დასრულდეს და ამიტომ ამისი მოსმენაც მნიშვნელოვანი ალბათ, იმიტომ რომ ბოლო კვირაში ძირითადად მიდის საუბარი იმაზე, თუ რა ხარვეზები შეიძლება კონდეს თუ აქვს ჩვენს გეგმას, მაგრამ მე ნაკლები მოვისმინე თავად იმ გეგმაზე, რომელსაც არის საუბარი ამ შემთხვევაში ქალბატონ ნინოს მხრიდანაც. თქვენს განმარტებები მანამდე თქვენი კოლეგა ოპოზიციონერებისთვის არ მიგიწოდებიათ. ამისი მოსმენა მიწოდება მოხდა ეთერების საშუალებით ხოლმე. ამასთან დაკავშირებით მინდოდა ბატონო დავით მე თქვა, იმიტომ რომ ნუ ეხა თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ესე ვთქვათ, ძალიან აქტიურად გამოეხმაურა ჩემს განცხადებას. მე როდესაც გავაკეთე განცხადება რეფერენდუმის, ასე ვთქვათ, ვადებთან დაკავშირებით, მე დავეყრდენი
იმ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა პრესით და მედიით და იმ ოფიციალურ ინფორმაციას და განცხადებას, რომელიც იყო სამი ლიდერის მხრიდან ხელმოწერილი, ეს ბრძანდებოდი თქვენ ბატონი ირაკლი და ბატონი დავითი და რომელიც ოფიციალურად იყო გამოქვეყნებული თქვენი და ბატონინო ისეთი რომელმაც თქვენმოხსა საშუალება გეფიქრათ რომ ეს იყო ერთწლიანი გზა ერთი წამით სამივე ლიდერის ხელმოწერით ეს დოკუმენტი იდო თქვენ საიტზე და ახალი მემარჯვენეების საიტზე და ამ დოკუმენტში არაფერი არ იყო ნათქვამი არც 5 მაისზე და არც იმაზე რომ პრეზიდენტმა თქვენს განცხადებაში 10 აპრილზე არის რამე ნათქვამი 10 დღე ერთი წამით ვისაუბრებთ მაგასთან და არა უბრალოდ ბატონო დავით მე აუცილებლად მინდა ამასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო იმიტომ რომ ეს სწორია განმარტება საჭიროა იმიტომ რომ იმაში რომ განმარტება საჭიროა ქალბატონინო ნამდვილად იმიტომ რომ თუ რამე იყო გაურკვეველი მე მგონი ჩვენ არ გვაქვს იმ დონის პრობლემები ერთმანეთთან რომ ვკითხოთ ერთმანეთს თუ რაიმე გაურკვეველია ამ განცხადებაში ამ პოზიციაში მე მგონი ამან გამოიწვია ის წინა კვირის გარკვეული თემები და პრობლემები, რომლის გაგრძელება არანაირად არ არის სასურველი. მოდით გითხოთ ქალბატონინოს რა მოხდა, მაინც რატომ მოხდა ეს საზოგადოების არ აგვაქვს ღვთისყალობით და იმედია რა როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესები ჩვენ ურთიერთობის და საუბრის პრობლემა არ გვექნება. მე არც კი წარმომიდგენია ბატონო დავით რომ განსხვავებული პოზიცია იქნებოდა თქვენი ალიანსისა იმისაგან რაც იყო წარმოდგენილი ოფიციალურ ვებგვერდზე. როდესაც ვებგვერდზე საუბარი იყო 10 დღიან ვადაზე და კანონის მოთხოვნაზე, იქ არ იყო თქვენგან დაკონკრეტებული რომ ეს აუცილებლად 2 თვეში უნდა ჩატარდეს, რომ 5 მაისამდე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ბუნებრივია აქედან გამომდინარე მე ჩავთვალე რომ ის რაც თქვენს ვებგვერდზე არის ოფიციალურად დაფიქსირებული ეს არის. ბაში განმარტეთ რა არის დაფიქსირებული იქნებ რაღაც საშინელება გვიწერია ჩვენ. აბა ბრძანეთ რა წერია. იქ იწერიათ რომ თქვენ აძლევთ პრეზიდენტს 10 დღის ვადას იმისათვის რომ დანიშნოს რეფერენდუმი. დიახ, შემდეგ რა წერია? შემდეგ არ წერია რამდენ ხანში უნდა ჩაატაროს მან რეფერენდუმი 5 მაისის შესახებ იქ არაფერი არ არის. შემდეგ იწევდება რა წერია, იმ როცა წერია რომ 10 დღეს ვაძლევთ. გითხარით რა წერია ბატონ დავით მაშინ. არა, ქალბატონო ბრძანოს, რადგან ასე გაანალიზა ჩვენი დოკუმენტი. თქვენ ხალხის ესე ვთქვათ, მოთხოვნის ადეკვატურ გზას დაადგებით და რა არის ადეკვატური გზა რომ ეს არის 2 თვე რეფერენდუმის თუ 6 თვე ამაზე იქ არაფერი არ იყო ნათქვამი. ამაშია საქმე. იქ ძალიან არ დამასრულებინეთ არც ერთხელ. რა თქვენთვის მე მგონი ცოტა უჩვეულოა. იმიტომ რომ თქვენგან იყო უჩვეულო ასე საქმეში ჩაუხელავთ იმ კომენტარების გაკეთება. არ დაგეგმოდით მე ცეცხლ საშუალება ქალბატონინოს რომ დაასრულოს. იქიდან რაც წერია 10 დღეს გაძლევთ რეფერენდუმის დასანიშნად. ამის შემდეგ რა ხდება? ვამბობთ, ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. აქედან რატო გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ 3 წლიანი თუ 90 წლიანი? მოდით გითხოთ, რატომ დარჩა ასეთი შთაბეჭდილება ქალბატონინოს დაასრულოს თავისი განმარტება, რატომ გადაწყვიტა რომ საერთო დრო გამოიყენებინა სწორედ თავის განმარტებებისთვის? სამართლებრივ გზაზე და ლაპარაკობს რეფერენდუმზე და მით უმეტეს როცა საუბარია საკმაოდ მაღალკვალიფიციური იურისტებზე, ბუნებრივია, რომ ადამიანი ლოგიკურად აკეთებს დასკვნას, რომ ეს ძალა იმოქმედებს თავიდან ბოლომდე იმ კანონის ჩარჩოებში, რომლის მიხედვითაც უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი. ახლა ბატონო დავით, არ გამაწყვეტინოთ და ვეჯითებით ვითხოვ. რას ფიქრობდა თქვენი პოლიტიკური ძალა, როდესაც წერდა, რომ 10 დღის შემდეგ იმოქმედებს ხალხის ნების შესაბამისად, იქნებოდა ეს რეფერენდუმის გზის მიხედვით მოქმედება თუ რაიმე სხვა გზის მიხედვით მოქმედება, თქვენ მართლა ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა ბრძანდებით და ამასთან დაკავშირებით თუ თქვენ გჭირდებოდათ განმარტებები უნდა გაკეთებულიყო. დღეს სხვათა შორის ბატონი ლევან ბერძენიშვილი წერს მე მგონი ერთ-ერთ ინტერვიუში რომ პრესამ და მედიამ არასწორად გაავრცელა თქვენს მიერ ესე ვთქვათ წარმოჩინებული ინფორმაცია. თუ ეს ასე იყო, თქვენ მაშინვე უნდა მოგეწვიათ სპეციალური ბრიფინგი ან როგორც მინიმუმ თქვენ ვებგვერდზე, რომელიც ოფიციალური ინფორმაციის წყაროა ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკოსისათვის, უნდა გაგევრცელებინათ ამასთან დაკავშირებით. ვებგვერდი გახდა ძალიან დიდი გაუგებრობის საფუძველი დამატებითი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მე არ ვამბობ, რომ მაინცა და მაინც თქვენ გქონდათ ერთწლიანი გეგმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის, რომ 5 მაისამდე აპირებდით თქვენ რეფერენდუმის დანიშნვის მოთხოვნას, ეს თქვენს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ოფიციალურში ნამდვილად არ ეწერა. ეხლა კიდევ ერთ ვიტყვი, რატომ იმაჩნია? კანონში წერია, რომ 2-დან 6 თვემდე შეუძლია პრეზიდენტს დანიშნოს რეფერენდუმი. თქვენი მოთხოვნიდან, ანუ პრეზიდენტს ხვალ 5 მარტს კანონის მიხედვით შეუძლია რეფერენდუმი დანიშნოს 2 თვეში და შეუძლია რეფერენდუმი დანიშნოს 6 თვეში. მაგრამ 2 თვეც არ იყო, ხო კაცრავად ქალბატონინო თქვენთვის მისაღები. 2 თვეც არ იყო თქვენი იგივე ლოგიკით რომ ამაშია საქმე, იქ შეიძლება მეც მომეც საშუალება რომ განმარტო და რამ გამოიწვია ეს ამბები. არგუმენტაციას. პირველ რიგში მე მართლა ველი ქალბატონინოსგან ასევე დეტალურად გითხრას 9 აპრილს რა არის დაგეგმილი, 10-ში რა არის დაგეგმილი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამ
ამ მიმართულების თაობაზე გარდა იმისა, რომ 9-ში შევიკრიბებით, აღარ დავიშლებით, მე მეტი არაფერი გამიგია და საზოგადოებას ესეც აინტერესებს, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ დავუბრუნდეთ იმ თემას, რეფერენდუმთან დაკავშირებით რა რისკებზეა საუბარი და რატომ არის ის მიუღებელი თავისთავად ქალბატონინოსთვის ეს 2 თვეში დაინიშნება, ანუ 5 მაისს იქნება თუ 7 მაისს, ამაზე არ ლაპარაკობთ. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეს იყო. ორი არგუმენტია და ეხავე მოგახსენებთ. მთავარი არგუმენტი არის დრო. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ რეფერენდუმი ბატონო დავით დაინიშნება 2 თვის ვადაში, ანუ 5 მაისს და ჩატარდება რეფერენდუმი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდება საოცრება და ამ ქვეყანაში ეს რეფერენდუმი ჩატარდება სამართლიანად და სააკაშვილი ამ რეფერენდუმს წააგებს, ასეთ შემთხვევაშიც არჩევნების დანიშვნა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენ ხანში დაინიშნება ეს არჩევნები? სააკაშვილს აქვს იგივე კანონის მეშვეობით საკმაოდ სერიოზული მექანიზმები, რომ მაქსიმალურად გაახანგრძლივოს დრო, გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, გნებავთ სხვა მექანიზმები, მას შეუძლია არჩევნები დანიშნოს სადღაც ვთქვათ ოქტომბერში, ნოემბერში ან დეკემბერში და ეს იქნება რეფერენდუმის ნების შესრულება და მე მაინტერესებს ესეთ შემთხვევაში კი ბატონო ალიანსი ახანგრძლივებს დროს პრეზიდენტობის სააკაშვილის და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ პერიოდს გაახანგრძლივებს, მე ვერავინ ვერ მომცემს იმის გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების არაადეკვატური ხელისუფლების პირობებში ჩვენ მშვიდი ცხოვრების და მშვიდად ყოფნის შესაძლებლობა გვექნება, იმიტომ რომ ნამდვილად არავინ არ იცის რა პროვოკაციას მოაწყობს ხელისუფლება თავისათვის იმ მიზნით რომ გაიხანგრძლივოს ვადა და გადადოს და გადადოს დაუშვათ ამ არჩევნების ჩატარებას, რომ ყველა შემთხვევაში ეს პროცესი გადავა უკეთეს შემთხვევაში ადრე შემოდგომაზე, უარეს შემთხვევაში შეიძლება ზამთრისთვის გადაიდოს და თქვენ ერთი რამ ბრძანეთ ბატონო დავით, საკმაოდ კორექტულად, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, კენჭი ჩემსკენ იყო ნასროლი, რომ ბურჯანაძემ ძალიან კარგად იცის როგორ ყალბდებოდა არჩევნები, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ნამდვილად არ ვიცოდი ის ტექნოლოგიები და არასოდეს არ ვიყავი იმაში ჩართული, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები. ერთი რამე შემიძლია გითხრათ. თქვენთან გატარებული სწორედ იმ ტექნოლოგიებზე საუბარია. და როცა თქვენ ამისი არ გჯეროდათ, ან არ გინდოდათ დაჯერება. ძნელი დასაჯერებელი იყო და ძნელი წარმოსადგენი ძალიან ბევრი რამ, თუნდაც დაუშვათ ერთ-ერთი ის ტექნოლოგია, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, როდესაც მეც და თქვენს გჯეროდა ბატონო დავით იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდებოდა ნორმალურად და ამის გარანტიები არსებობდა, ვთქვათ, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, მაგრამ ხელისუფლება მოიგონა ისეთი სქემები, რომელიც მეც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღმოვაჩინეთ თვეების შემდეგ. იგივე და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ შემთხვევაში ცალკე იყავით ქალბატონიო და ხელისუფლების ყველა დანარჩენი, იმიტომ რომ ბატონი დავითი მეუბნებოდა ერთს, მე მას ძალიან პატივს ვცემ და უმეტეს შემთხვევაში მე მართლაც ესე ვთქვათ შემიძლია დავადასტურო, რომ ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ის შეგნებულად არასოდეს არ ცრუობს, შეიძლება შეცდომაში შევდიოდეს ისე როგორც მეც და ნებისმიერი ადამიანიც და ხელისუფლება მეუბნებოდა მეორეს, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, მე ყოფილიყავი დამოუკიდებელი არბიტრი, როდესაც მე რეალური შესაძლებლობები მიარხონდა ის ბერკეტები, რომელიც მე მომცემდა გადამოწმების შესაძლებლობები. არ და ვერ შეძლო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება და ერთ-ერთი ჩემი მთავარი საყვედური თქვენდამი გახსოვთ ეგ იყო. რომ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ნაცვლად აი მაგითი რომ ყოფილიყავით დაკავებული და მართლაც სიტუაცია ვსწავლობდა. თქვენგან ეს საყვედური, რომელთანაც ხშირ შემთხვევაში დილის 4 საათამდე მიდიოდა კონსულტაციები, როგორ შეგვენარჩუნებია და მანამდე პრეზიდენტის სააკაშვილის კამპანიაში მონაწილეობით იყავით ქალბატონინო დაკავებული. რასაშვას არაკორექტული ხალხი გვისმენს და უყურებს და ახსოვს ეს ამბავი. რაც შეეხება სწორედ ამას, პრეზიდენტის ვადის ამ თემაზეც ქალბატონინო არგუმენტები, როდესაც მოყავს, რომ ვინ უხანგრძლივებს თუ ვერ უხანგრძლივებს თუ არ უხანგრძლივებს, ну, ბუნებრივად ხდება, რომ იძულებული ვარ დავუბრუნდეთ ცოტა წარსულში. იმიტომ რომ სააკაშვილის ზოგადად დანაშაულებრივი ხელისუფლების გახანგრძლივება როდის და რა ვითარებაში მოხდა და რამ შეუწყო ამას ხელი, ვისაუბროთ მაშინ ამაზე. იმიტომ რომ თუ ვინმე სააკაშვილი აგვისტოში აღმოაჩინა როგორც ამ ქვეყნის დამანგრეველი, ну, ასეთ შემთხვევაში ცოტა რთულია არგუმენტები სერიოზულად მიღება. შარშან იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების დროს სააკაშვილმა გაიმარჯვა მხოლოდ იმიტომ და ძირითადად იმიტომ, რომ ქალბატონინო თქვენ სამწუხაროდ არ თუ ვერ აღმოგაჩნდათ ის ძალა თუ ნება თუ პოლიტიკური, არ ვიცი, შორსჭრეტველობა თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას, რომ მაშინ იყო მართლაც გადამწყვეტი ეტაპი იმისა, რომ სააკაშვილი კი არ უნდა გახანგრძლივებულიყო, არამედ უნდა დამთავრებულიყო. შეიძლება ეს დავასრულებ ამ ამბავს, როდესაც ვინმეზეა საუბარი, რომ რამეს ახანგრძლივებს,
ამას შევხედოთ, ვინ რას შეუწყო ხელი, საერთოდ მის გადარჩენას 7 ნოემბრის შემდეგ, 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილომ პოლიტიკურად გადარჩა. ეს რატომ მოხდა და როგორ მოხდა? ის გაყალბებებიც რომ ხდებოდა იანვარში. თქვენს ზურგს უკან ხდებოდა და თქვენი გამოყენებით ხდებოდა სამწუხაროდ ჩვენ ეს დავინახეთ მე. ქაბატონინო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე ამ ყოველფერს თქვენ ბრძანებთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე, როდესაც პასუხისმგებლობებზეა საუბარი დღევანდელ დღეზე, ხვალინდელ დღეზე, რეფერენდუმის გზაზე და ასე შემდეგ და საკითხი ასე დგება რომ ვინ რა გაახანგძლივ ან ვინ რას უწყობს ხელს, ნუ ბუნებრივია ეს კითხვები ჩდება და ეს მე არ შემომიტანია ეს თემა აქ. ვინ როდის რას შეუწყო ხელი ვის გახანგრძლივებას და ვის დროზე დასრულებას. მაგრამ არა უშავს. როგორ არა თქვენ ბრძანებთ ამას რომ თურმე რეფერენდუმის დანიშვნა ეს არის გახანგრძლივება, იმიტომ რომ პროცედურებია ჩასატარებელი, რა თქმა უნდა პროცედურებია ჩასატარებელი, რეფერენდუმის გაყალბებას რაც შეეხება. თქვენ ხომ მაშინ არ იცოდით, ეხლა იცით თუ როგორც არის არ ვიცი, გაყალბების მექანიზმები და ასე შემდეგ. ძალიან კარგად იცით ისიც, რომ თუ ოპოზიცია არის ერთად შეკრული, ერთი მეორე, სააკაშვილი არის არა ის სააკაშვილი, როდესაც მის გადარჩენაზე ბევრი ძალები მუშაობდნენ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, დღეს ეს ძალები აღარ და ვეღარ მუშაობენ. თუ ჩვენ ვახერხებთ ჩვენი ამორჩევლის, მოქალაქეების ორგანიზებას, აქციებისთვის, სხვადასხვა მსვლელობებისთვის და ყველაფრისთვის, თუ ამავე ხალხის ორგანიზებას ვახერხებთ რეფერენდუმისთვის, სააკაშვილი დამთავრებულია, სააკაშვილმა მთელი სახელმწიფო სისტემის გამოყენებით იანვარში ძლივს მოახერხა გადაბობრება იმ გაყალბებებით და ყველაფრით 50%-იან ბარიერს. მას შემდეგ იყო აგვისტო. მას შემდეგ არის ის პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს. და მშვენივრად იცით თქვენ, სექტემბრიდან დღემდე ოპოზიციას მაინც და მაინც დიდი არაფერი გაგვიკეთებია, ხო? ვიყოთ გულახდილნი, ჩვენ ბევრი გაგვიკეთებია ჩვენი კი ბატონო, უყუროთ, ახლა თუ მეტყვით რომ თქვენიან ჩემი დამსახურებაა ის რომ სააკაშვილის რეიტინგი ასე მოდის და 45-დან ჩვენი დამსახურებაც არის, კი, მაგრამ არის პროცესები, რომელიც შეუქცევადია. სააკაშვილის გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ოპოზიციის შეცდომას. მხოლოდ false starts ეგრეთ წოდებულს, რომლითაც სააკაშვილს შეუძლია მიიღოს დამატებითი ენერგია და გააგრძელოს ცხოვრება. ბატონ დავით, უკაცრავთ, არის თუ არა შეცდომა? დავასრულებ თუ შეიძლება დავასრულებ. რაც შეეხება აქციებს და საპროტესტო გამოსვლებს და ასე შემდეგ. მარტივი კითხვა. გაყალბებული რეფერენდუმის შემთხვევაში, მობილიზებული ხალხით, ქვითრებით, ქაღალდებით, სასამართლოებით ამ ასე შეიარაღებულებს მეტად შეგვიძლია იმ 9 აპრილიდან შემდგომ რაც არის დაგეგმილი თუ არ არის დაგეგმილი, მე არ ვიცი ალბათ გვეტყვით ამას. თუ ასე პირდაპირ 9 აპრილის დღის დათქმით როდესაც ჩვენ ვაცხადებთ რომ მორჩა ამ დღეს უნდა დამთავრდეს, ან ამ დღის შემდგომ ჩვენ რუსთაველიდან არსად აღარ წავალთ. ჩვენ ვამბობთ რომ სააკაშვილის დამარცხებას სჭირდება ინტენსიური, მრავალმხრივი, ყველგან, ქუთაისშიც, ბათუმშიც, თბილისშიც, ბრიუსელშიც და ყველგან მუშაობა და რუსთაველზე კონცენტრირება და ხალხის მოყვანა და მერე ფიქრი იმაზე, ეხლა რა ვქნათ და რა ჩავიდინოთ, როგორ შევინარჩუნოთ ხალხი და რა გავაკეთოთ, აი ესაა სწორედ ის ჩიხი, რომელიც შესაძლოა სააკაშვილმა ყველაზე უკეთ გამოიყენოს. ქაბატონინო, უკაცრავად თუ შეიძლება. კი, აუცილებლად მოგეცემათ, ჩვენ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს, თქვენ გეკეთებათ საშუალება, ბატონ დავით, მინდა უბრალოდ ჩავეკითხო, ხო ვიდრე ამ თემას გავწდებით. თქვენ შეცდომები ახსენეთ ოპოზიციის მხრიდან. განიხილავთ თუ არა იმას, რომ ქაბატონინოს თქვენ ამ მომენტში თქვენს კოლეგას, რომელთანაც ერთ სიბრტყეში ხართ, ერთი მიზნის მისაღწევად აკრიტიკებთ თავისი წარსულის გამო და პრაქტიკულად საზოგადოებაში ქნით იმ ვთქვათ წარმოადგენას, რომ ოპოზიციაში არის დაპირისპირება და ეს ყველაფერი ცდება იგივე საზოგადოებრივ დაკვეთილს, რომელზეც თქვენ ძალიან ხშირად საუბრობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ დღევანდელი ამოცანა მისაღწევია ერთობლივად. ამასობაში ჩვენ არ ვაპირებთ უაპელაციოდ მოვისმინოთ ყველა იმ ტიპის კრიტიკა თუ შენიშვნა თუ არგუმენტი, რომელიც არის უსაფუძვლო და რომლის ავტორს თუ ავტორებს ამავე კონკრეტულ საკითხში აქვთ არც თუ კარგი გამოცდილება. მაგალითად, მე ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომლებიც გაზაფხულზე შიმშილობის გზით ცდილობდნენ რაიმე სერიოზულის მიღებას. დღეს თუ ეს ხალხი მეტყვის, რომ იცით, ისევ შიმშილობით გვინდა ამის გაკეთება, ნუ მე იძულებული ვარ გავახსენო ამ ხალხს, რომ უკაცრავად რას მივახციეთ ჩვენ ოპოზიციამ თუ თქვენ თუ როგორც იყო, ამ აქციით და ამ სტილის ქმედებით. ამიტომ ჩვენ ვიქნებით თქვენ ვერ ხედავთ ამაში პრობლემას. პრობლემას ვერ ხედავ, მაშინ როდესაც თემა და საკითხი გახსნილია.
როდესაც თემა და საკითხი გახსნილია, მე ესე იგი მაშინ უნდა გავჩერდე და ვთქვა, რომ არაუშავს, მოდი ჩვენ გვეძახონ ის, რომ სააკაშვილის გახანგრძლივება გვინდა, მერაბიშვილის და დაგეგმილ რაღაცაში მონაწილეობთ და აქედან ვიყო გასუსული, რომ ვინმე ახლა რამე ისეთი არ ვთქვა, რომ სხვანაირად გავიგოთ. ამიტომ ჩვენ 9 აპრილთან დაკავშირებით კონსულტაციებზე ალასანიამაც, ხვებმაც ძალიან კაფიოდ და კონკრეტულად განმარტეს ჩვენი სქემა და გეგმა. ჩვენ ვამბობთ რომ 9 აპრილს აქციას ჩვენ არ უყურებთ როგორც მიუღებელს ამ პრობლემას. ჩვენ 9 აპრილს და 9 აპრილის აქციებს ვიბძანა ეს. მე პასუხისმგებლობას ვიღებ, მე პასუხისმგებლობა ცოტა სხვანაირად მესმის. პასუხისმგებლობის აღება და გადაგება. მე ვიღებ პასუხისმგებლობას აგვისტოს მოვლენებზე, იმიტომ რომ აგერ ეთერიდან რასაპირებთ 9 აპრილს, რა სიტყვით თქვენი წარსული ცოდვების შესახებ და თქვენი რეაბილიტაციის თემაზე ძალიან ბევრი იწერება, ქალბატონინო, თქვენ ამასთან დაკავშირებით ექნება. რეაბილიტაციას არ ვითხოვ. ქალბატონმანო თავისი ექნება თქვენ ამ საშუალებად ქალბატონინო, უკაცრავად ბატონ დავით, უკაცრავად ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს ეთერ, შემდეგ ქალბატონინოს დაეთმობა საკმაოდ ხანგრძლივი დროით ჩვენი ეთერი. მედია პროექტი უცნობი კავკასია. უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება ქალბატონ ნინო ბურჯანსთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან ერთად. ქალბატონ ნინო, რას აპირებთ 9 აპრილს? როგორ აპირებთ თანამშრომლობას? სანამ 9 აპრილზე ვისაუბრებ. კი ბატონო, როგორ აპირებთ თანამშრომლობას აი იმ ძალებთან, რომლებიც საკმაოდ ბევრს გაკრიტიკებენ თქვენი წარსულის გამო? მე მიჩვეული ვარ კრიტიკას ქალბატონ ნინო, მათ შორის იმ ძალების მხრიდანაც, რომელთაც, ასე ვთქვათ, რომელთა მიმართაც მე შეიძლება ასევე კითხვები მქონდეს. უბრალოდ მე ეხლა ვთვლი, რომ ნამდვილად არ არის იმისი დრო და სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა თავად ბატონი დავითისაგან, რომელსაც არჩევია ხოლმე ამ ფორმით საუბარი. მას თქვენ დაგვდეთ ბრალი იმაში, რომ ახანგრძლივებთ სააკაშვილის ეპოქას. დიახ და მამის მაგალითიც მოვიყვანე, მე მგონი საკმაოდ არგუმენტირებული თუ საჭიროა გავიმეორებ. მე არ მithქვამს, რომ ეს ხდება შეგნებულად და ვინმესთან შეკურით და ვინმე სცენარის განხორციელებით, მაგრამ მე ვთვლი, რომ ნებსით უნებლიეთ ეს ალბათ უნებლიეთ ეს გამოდის ესე, ვინაიდან ვერც ერთ შემთხვევაში ამ სქემით არჩევნები ვერ ჩატარდება შემოდგომამდე. ხა რაც შეეხება, იცით, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ერთი რამ ავღნიშნო, რომ თუ ჩვენ მაინც ჩავერიეთ და ჩაგვითრიეს ბატონო დავით ერთმანეთის წარსულზე, პოლიტიკურ წარსულზე საუბარში, აუცილებლად გამარჯვებული ნამდვილად გამოვა სახელმწიფო მხარე. და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ მაინც ამის თავიდან აცილებას და შევძლებთ იმას, რომ იმ ერთიანი მიზნის ირგვლივ გავერთიანდეთ, რასაც პრეზიდენტის გადაყენება ქვია. ეხლა მე ასევე ძალაუნებურად იძულებული ვარ პასუხი გავცე გახანგრძლივება არ გახანგრძლივების პროცესს. მე რა თქმა უნდა ნამდვილად კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ჩემთვის გადამწყვეტი იყო 2008 წლის 5 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და გარწმუნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც გამოქვეყნდა 2-3 თვის შემდეგ, ჩემი რეაქცია იქნებოდა აბსოლუტურად სხვა, მაგრამ ვინაიდან მე როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ მქონდა არბიტრის როლი და ვერ ვიქნებოდი სასამართლოს როლში, ნამდვილად ვერ მივიღებდი უაპელაციოდ და ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ვერც ოპოზიციის არგუმენტებს და ვერც ხელისუფლების არგუმენტებს. ამიტომ ვერ შეძლო უკაცრავად ქალბატონი თქვენთვის საკმარისი მასალის მოწოდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მათ მუზეუმიც კი გახსნეს თუ გახსოვთ. შეძლო, რომ ძალიან ბევრი ოქმები დაწერილიყო კვალიფიციურად, რომ ხელისუფლებას არ ქონოდა ფორმალური საფუძველი, ფორმალური, ამას ხაზგასმით ვამბობ, რომ რეალობის ამსახველი ოქმები, მაგრამ კანონის, ესე ვთქვათ, ნორმების დაუცველად შედგენილი ოქმები არ უგულებელ იყო და არ გადაეხაზა. ეს რომ გაეკეთებია ოპოზიციას, ახლა სხვისი კრიტიკა ძალიან ადვილია. შედეგი ალბათ სხვაგვარი იქნებოდა. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი ბატონო დავით. ჩვენ ყველამ ერთად გავუხანგრძლივეთ სააკაშვილს 5 იანვარს ხელისუფლებაში ყოფნა და ვფიქრობ, რომ იმ ეტაპზე სწორად მოვიქეცით. მე ჩემის მხრიდან გავუხანგრძლივე და თქვენ ოპოზიციამ თქვენის მხრიდან იმ კონსტრუქციულმა ადამიანებმა, რასაც მე დღესაც ვაფასებ, შეიძლება თქვენთვის ამის გახსენება სასიამოვნო არ იყოს. ერთი დამოკრა ტანკებით და დიახ, ბატონო დავით, ტანკებით და თვითმფრინავებით დამოკრება იყო 7 ნოემბერსაც, ოღონდ თქვენ ეს არ გაგიგიათ. იყო 8 ნოემბერსაც და ამის საშიშროება იყო არა მარტო 5 იანვარს, არამედ ამის საშიშროება იყო ინაგურაციის დღესაც. რას გულისხმობთ, ბატონო, თუ შეიძლება არის ის ჩვენმა საზოგადოებრივ იცის ბატონო დავით, ბატონო დავით, თუ იცის თქვენ იქნებ განუმარტოთ იმიტომ რომ ძალიან საზოგადოებრივ რეალური საფრთხე იყო იმისი 7 ნოემბერს, რომ ხელისუფლებას ქუჩაში ტანკები გამოეყვანა. ამიტომ არ გადადგა ნინო ბურჯანაძე და თუ ვინმე მიცი
იცის ეს ძალიან კარგად, ბატონი დავითი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელმაც მაშინ ძალიან კონსტრუქციული და ქვეყნისათვის ძალიან სწორი როლი ითამაშა, როდესაც ის ლევან გაჩეჩილაძე არ წავიდნენ შეგნებულად სისხლის ზღვრაზე, არ წავიდნენ იმაზე, რომ ადამიანები თუნდაც 100,000 კაცი, რომელიც მათ მოყვებოდა, დაეძრათ პარლამენტისაკენ და მე ჩემის მხრიდან ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყოფილიყო. უკაცრავ ჩაიკითხებით, თქვენ მაშინ გემორჩილებოდნენ ძალოვანები ფაქტობრივად? მაშინ ძალიან ბევრი რამ იყო ჩემს ყოფნა არ ყოფნაზე და ჩემს სიტყვაზე დამოკიდებული. ბოლომდე ძალოვნები მე არ მემორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარიც არ იქნებოდა ძალის გამოყენებაზე, გარწმუნებთ, მაგრამ შემაკავებელი ფაქტორის როლი ნამდვილად მქონდა ძალიან დიდი და ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა, ბატონმა ლევან გაჩეჩილაძემ და შეიძლება ასე კარგად რამდენიმე ადამიანმა იცოდეს კიდე. ესე რომ ჩვენ ყველამ ერთად გავახანგრძლივეთ ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მოხდებოდა ის უბედურება, რასაც აგვისტო ქვია. დღევანდელი გადასახედიდან მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ისე მოვიქცეოდი, ეს რომ ცოდნოდა, რა დღეში ჩავარდებოდა ქვეყანა, როგორც მაშინ მოვიქეცი, მაგრამ ამის განსაზღვრა წინასწარ არც მე შემეძლო, არც თქვენ ბატონო დავით, არც ლევან გაჩეჩილაძეს და არც ერთ სხვა ადამიანს. ესე რომ ჩვენი წვლილი ყველას აგვაქვს იმაში, რომ ამ ხელისუფლებას გაუხანგრძლივეთ ყოფნა, იმიტომ რომ თქვენ შეგეძლოთ ის 100,000 კაცი წამოგეყვანათ პარლამენტის წინ, მაგრამ კიდევ ამბობ, სწორად მოიქეცით, რო არ წამოიყვანეთ, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება პროცესები ძალიან მძიმედ განვითარებულიყო და შეუქცევადი პროცესები დაწყებულიყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან სერიოზული შეთანხმებები იყო მიღწეული სხვათა შორის ჩემი და თქვენი კონსულტაციების შედეგად, გნებავთ, ახლა მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ მიხვდებით, რასაც ვამბობ, გნებავთ რეიგანის კომისია, რომელზეც შევთანხმდით, გნებავთ იგივე პირველ არხთან დაკავშირებული ცვლილებები, გნებავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული ცვლილებები, მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი რაღაცა ისევ ოპოზიციაში გარკვეული შეუთანხმებლობის გამო, რითაც არაჩვეულებრივად სარგებლობდა ხელისუფლება, ყველაფერი გადაყვა პირველი არხის ხელმძღვანელის ყოფნა თანამდებობაზე. მე რასაც ვისმენ, ძირთადად აქვს ადგილი ურთიერთბრალდების, ან ერთმანეთის შეცდომებზე საუბარს. ძალიან აინტერესებს საზოგადოებას. მეც როგორც დავუშვით შეცდომები, მე მიმაჩნია ერთი რამ. კი ბატონო, როდესაც ჩვენ მივახწევთ სააკაშვილის გადაყენებას თანამდებობიდან, ვისაუბროთ რამდენიც გნებავთ ერთმანეთის შეცდომებზე. ვისაუბროთ ჩემ შეცდომებზე, ვისაუბროთ სხვების შეცდომებზე, დაუსვათ ერთმანეთს კითხვები და სხვათა შორის ახლა მე ნამდვილად მზათა ვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ კიდევ თქვი და ისევ ვიმეორებ, მეც ამაქვს გარკვეული კითხვებიც და პასუხებიც და მე მგონი რომ საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო მოსასმენი აღმოჩნდეს. ძალიან ბევრი რამ და ბევრი კითხვა, რომელსაც მეც დავსვამ. დღეს ბრძანებდით იგივე საგაზეთო ინტერვიუში უკაცრავად ქალბატონია, რომ მე თუ დაახლოებით ახლა ზუსტად ციტირება არ მახსოვს, თუ დავიწყე საუბარი, ეს არ იქნება კარგი ოპოზიციისთვისაც, თქვენ ბრძანებდით. ანუ თქვენ ეს რაღაც შანტაჟის ელემენტებს ხო შეიშალთ ქალბატონია. თქვენ დამიფაროს ახლა ნინო, ჩემგან შანტაჟი არასოდეს არ მოდის, მაგრამ როდესაც მუდმივად ისმის პრეტენზიები და კითხვები ჩემი მისამართით, ახლა ბუნებრივია, მე ვამბობ, რომ მეც ამაქვს კითხვები და მე საზოგადოებამ განსაჯოს ამ კითხვებზე პასუხები, რომელია მისთვის მისაღები და რომელი არა. ბურჯანაძეს პასუხია მისაღები თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი ლიდერის, მაგრამ კიდევ ვამბობ, ამისი დრო არ არის ახლა. ეს უნდა გადაიდოს ყველაფერი მანამ ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად, ბატონი დავითი და მისი ესე ვთქვა თანაგუნდელები, ის ადამიანები, ვინც აქეთ 9 აპრილის მომხრეები არიან, ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად არ მივახწევთ იმას, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება და პრეზიდენტი პირველ რიგში კონსტიტუციური გზით, რომ გადადგეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მაინც რაც არ უნდა ერთმანეთს ესე ვთქვა კითხვები დაუსვათ და რაც არ უნდა ერთმანეთი ვაკრიტიკოთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მაინც ერთად გავაკეთებთ ყველანი, იმიტომ რომ ეს ასე ჯობია საქმისთვის და ასე ჯობია ქვეყნისთვის და ესე უფრო ეფექტურად იქნება ეს მიღწეული. ამის შემდეგ მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ კითხვებიც უნდა დაისვას. და შემდეგ გაიგოს თქვენი გზები. მადლობთ ბატონ დავით, მე ძალიან მინდა რომ ცოტა ჩვენ მაყურებელმა იგრძნოს, რომ პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში ოპოზიცია ამ სტუდიაში წარმოდგენილი არის თვითკრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. თქვენ თვითკრიტიკული და არა თავისი მეორე მხარის მიმართ კრიტიკულები. თუ შეიძლება მითხრათ, თქვენ ხედავთ თუ არა რესპუბლიკური პარტიის შეცდომას იმაში, რომ თავის დროზე ცალკე გახვედით. ეხაც იგივე შეცდომას ხომ არ იმეორებს, თქო, რესპუბლიკური პარტია ალიანსში მყოფი უკვე, როდესაც მაინც ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა საზოგადოებაში, რომ თქვენ გახვედით ცალკე და არ მიიღეთ ვიღაცები ამ თქვენს ალიანსში. სტერეოტიპებია რესპუბლიკურ პარტიას, რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე მეტი შეცდომა გვაქვს ჩადენილი, იმიტომ რომ 30 წელია ვარსებობთ და ვარსებობთ ძალიან მძიმე ვითარებებში. და როდესაც პარტია არსებობს 30 წელია,
ბუნებრივია, როგორც პოზიტიური და სწორად გადადგმული ნაბიჯებია მეტი, ასევე შესაძლოა არის შეცდომები. ბოლო 1 წლის თემაზე გესაუბრებით 30 წელს ჩვენ ვერ მოვიცავთ ამ გადაცემაში. ზოგადად რესპუბლიკურ პარტიაზე თუ საუბარი. მე მგონი ჩვენ ერთი მძიმე შეცდომა დავუშვით ერთად ქალბატონ ნინოსთან ერთად, ეს იყო 2004 წლის თებერვალი თუ იანვრის თებერვალი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ. როდესაც ვარდების რევოლუციის პრინციპებს სერიოზულად შეუდგა წყალი და ეს ნამდვილად არ იყო ქალბატონ ნინოს მხრიდან, ან იმ მაშინდელი რევოლუციური ტრიუმვირატის ერთ-ერთი მონაწილე იმ შემთხვევაში იყო სწორ ჩემი აზრით და პრინციპულ პოზიციაზე და როდესაც დავინახეთ რომ პროცესები არც თუ მცლად სწორად მიდიოდა, მე მგონი მაშინვე იქნებოდა სწორი და ჩვენ ამაზე გვისაუბრია ეს საერთო შეცდომა ვთვლი მე ამას, რომ მარტის საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად სააკაშვილის გეგმით წავიდა პროცესები რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც და გურჯანაძის გუნდის მხრიდანაც. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობთ? საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ და იმ ფონზე რაც გამოიკვეთა, მისწრაფება ერთმართველობისკენ, ავტორიტარიზმისკენ და რაც იყო ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც ნიშნავდა, იმიტომ რომ მაშინ სამი ლიდერიდან ორი პირდაპირ ტექსტით გვეუბნებოდა რომ ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი პარლამენტი, პირიქით ჩვენ გვჭირდება სუსტი პარლამენტი იმისთვის რომ იქ ზედმეტი დებატებში და რაღაც დისკუსიებში არ დაიხარჯოს დრო. რაც ეხება ბოლო დროინდელ შეცდომას ნიშნავდა ეს ჩვენთვის ძალიან მკაფიო და ნათელი იყო. რაც შეეხება ბოლო ხანებში პოლიტიკური პარტია არსებობს იმისთვის რომ აიღოს პასუხისმგებლობა თავის ნაბიჯებზე. ჩვენ 7 ნოემბრის წინა პერიოდში გავერთიანდით ეროვნულ საბჭოში მოთხოვნით არჩევნების ჩასატარებლად და არა არჩევნებში ერთად ყოფნისთვის. 7 ნოემბერმა და მერე სააკაშვილის გადადგომამ ჩვენ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ იმ ერთიან საბჭოსთან ერთად უნდა წავსულიყავით ერთად და რესპუბლიკურმა პარტიამ არ ამგონია ვინმეზე ნაკლები წვლილი შეიტანა მაშინ ლევან გაჩეჩილაძის ლიდერობით საპრეზიდენტო კამპანიაში და რაც შეგვეძლო დავდეთ იმ საქმეში. მაგრამ უკვე შემდგომ პერიოდში ქალბატონი ნინო იხსენებდა გარკვეულ მომენტებს ჩვენ ნათლად დავინახეთ რომ გეზი რომელსაც ჩვენი კოლეგები აპირებდნენ რომ აიღოთ იყო არასწორი და ეს გეზი იყო ასეთი ჩვენ ქუჩით მოვიპოვებთ ყველაფერს არ გვჭირდება არანაირი მოლაპარაკება და მაშინ მოლაპარაკება იყო ქალბატონ ნინოსთან სხვათა შორის ვინაიდან მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ ქალბატონ ნინო იყო იქ არ იყო საუბარი სააკაშვილისთვის რამის გამორთმევაზე და სააკაშვილთან რამის ხელმოწერაზე და იქ იყო მართლა სერიოზული და პრინციპული საკითხები რომელიც მე ვთვლი რომ 20 იანვრამდე, ანუ ინაგურაციამდე, ანუ მანამდე სანამ სააკაშვილი ასე ვთქვათ ისევ მოირგებდა თავის სავარძელს, თუ მოხდებოდა ამ ყველაფრის დამაგრება, საერთაშორისო გარანტიები და იქ იყო სერიოზულ გარანტიებზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ქონდა აზრი და წარმატების შანსი უკვე საპარლამენტო არჩევნებს. ანუ საპარლამენტო არჩევნებში უკვე ისეთი ძალების გამარჯვებას, რომლებიც შეძლებდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას. სამწუხაროდ ეს არ მოხდა და ეს შემდგომ მოვლენებმაც აჩვენა რომ რესპუბლიკური პარტიას თუ ამხელა შესაძლებლობა ჰქონდა რომ მისი ეროვნულ საბჭოში ყოფნა არ ყოფნით განისაზღვრებოდა ქვეყნის მომავალი მაშინ მეორე თემას როგორ გაგვიკიჟინებენ რომ ესე იგი თქვენ ასეთ სუსტები ხართ ეს ასე არ არის რა თქმა უნდა საუბარია საზოგადოებაში რაღაც ის ნიჰილისტური განწყობების შექმნაზე რომ ოპოზიცია დაიშალა და საერთოდ აღარ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში დაიშალა როდესაც თქვათ რესპუბლიკელები გავიდნენ ახალი მემარჯვენეები შევიდნენ და ახალი მემარჯვენეები არ ამგონია ნაკლები პოლიტიკური ძალა იყო იმ მომენტში ანუ ამას თქვენ არ მიიჩნევთ ის განსაკუთრებულ შეცდომა თქვენი პარტიის არავითარ შემთხვევაში კონკრეტულად ეგ ნაბიჯი არ იყო შეცდომა იყო სხვა მე ახლა შემიძლია ვთქვა ეს რომ სწორედ ახალ მემარჯვენეებთან და ახალ მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსი უნდა შემდგარიყო საპარლამენტო არჩევნების წინ და მაშინ იყო ამისი შესაძლებლობა და კიდე სხვა კონფიგურაციებიც იყო. მადლობა ბატონ დავით. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, დღეს ჩვენთვის იმის დაბრალება რომ რამე განხეთქილებას უწყობთ ხელს ან სეპარატისტულ მოძრაობას და ასე შემდეგ, უბრალოდ გაუგებარია. იმიტომ რომ ინტეგრაციის ყველაზე უფრო მაღალი დონე დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში თუ არსებობს, ეს არსებობს ამ შემთხვევაში ჩვენსა და ახალ მემარჯვენეებს შორის. მაგრამ დარჩენილ გაერთიანებულ ოპოზიციის ნაწილს შორის მაგალითად კობადავითაშვილი ღიად ბრძანებს რომ ხალხის პარტია თქვენ არის სურვეთ თქვენს რიგებში და ასე შემდეგ და ამით ხელი შეუწყეთ საერთოდ ნამდვილად არ მსურს იმიტომ რომ ეს ქალბატონ ნინოსი არ იყოსო თუ ყველაფერი თქვითო მაშინ უბრალოდ ცუდად წავასაქმე ამიტომ ამაზე არ მინდა საუბარი ასე რომ ინტეგრაციის ყველაზე მაღალი დონისთვის მზაობა ვაჩვენეთ ჩვენ გავერთიანდით და ახლაც კიდე თქვა კითხვა იმის შესახებ რომ თქვენ რატომ ვინმესთან არ ერთიანდებით ცოტა გაუგებარია. მეორე, ჩვენ თვლით და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია ოპოზიციის კოორდინაციის ერთიან სქემაზე.
რომელშიც ჩვენ თუ დავისახავთ შეუსრულებად ამოცანას, რომ ყველა ყოველთვის ერთ ჭკუაზე უნდა ვიყოთ, ამით მივიყვანთ ძალიან ცუდ ვითარებამდე პროცესებს. არიან საქართველოში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყოველთვის თავიანთ რაღაც გარკვეულ დამოუკიდებელ პოზიციაზე არიან. ახლა თუ ჩვენ მოვინდომეთ მათი აუცილებლად ჩაჯდომა რამე სქემაში, ეს გამოიწვევს კონფლიქტს და უბედურებას. ამიტომ ჩვენ თვლით მიმდინარე ვითარებაში ეს აურზაური იმის შესახებ, ეს გზები ერთმანეთს გამორიცხავს თუ ერთმანეთს ავსებს, არის არც თუ საფუძვლიანი, იმიტომ რომ ეს გზები ერთმანეთს არ გამორიცხავს, ეს გზები ერთმანეთს აძლიერებს. 5 და 6 მარტის შემდეგ ყველა ის მოძრაობა, რასაც ჩვენ ვაპირებთ, მხოლოდ აძლიერებს 9 აპრილის ფონს. იმედია 9 აპრილის თემაზე გეგმას ალბათონინო დღესაც ამას დრო ჭირდება და გასაგებია თქვენ მოსაზრება. მადლობთ ბატონ დავით ამ სფეროში. ალიანსის გეგმის კრიტიკის ნაცვლად მე ყველას მივმართავ. მეტი ვიფიქროთ საკუთარ გეგმაზე და მეტი ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ეს პროცესი გავაძლიეროთ. ბატონო, ჩვენ ძალიან ბევრი მსმენელი და მაყურებელი გვირეკავს, სამწუხაროდ ვერ შემოგვყავს ყველანაირ თქვენი საინტერესო დებატები არ მინდა გავწყუტო, ერთს მაინც მოვუსმინოთ, იქნებ მომასწროთ გადაცემაში. დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით უკაცრავად რომ ამდენ ხანს გალოდინეთ. დიახ. ალო. გისმენთ. აღარ გველოდება მაყურებელი. ქალბატონ ნინო. ბოდიში მოვხაროთ ყველამ ერთად. ქალბატონ ნინო, შეცდომები თემას ვიდრე დავასრულებდით. მაინც თქვენ კი ამბობთ ხოლმე რომ მე ვამბობ რაც შემეშალო, მაგრამ ესე კონკრეტულად მე ხა ახსარებას რა თქმა უნდა ვერ მოგთხოვთ და არც მაქვს ეს მიზნად, მაგრამ იქნებ საზოგადოებას უთხრათ, აი სად იყო ნინო ბურჯანაძის შეცდომები, რასაც ის გრძნობს ამ მომენტში, რომ მას ესე უნდა ექნა, ან ესე არ უნდა ექნა. ბოლო წლების განმავლობაში. კიდევ ვამბობ, ხა ამაზე საუბრის დრო ხა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ აი ჩვენ ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანეთ, სხვათა შორის მე ყოველთვის ვერიდებოდი იგივე ამ ტანკების ხსენება 7 ნოემბერთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი მე სწორედ ამას მიყენებს ერთ-ერთ მთავარ პრეტენზიად. ძალიან ბევრი ესეთი მაგალითი იყო, როდესაც მე ვთვლიდი, რომ იმ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით მქონდა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა გადამერჩინა, იგივე იყო, ვთქვათ, აჭარის მაგალითი და ამაზე ოდესმე ცალკე ვილაპარაკებ და იგივე თუნდაც 7 ნოემბერი, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, აგვისტოს მოვლენებამ მთლიანად გადახაზა ყველაფერი და სრულიად სხვა რეალობა დაგვანახა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბუნებრივია დღევანდელი გადმოსახედიდან მე რომ ერთი წამი წარმომედგინა აგვისტოში რა გველოდა არ იყო გამორიცხული მეც ბატონი დავითიც ბატონი ლევან გაჩეჩილაძე შეიძლება ჩვენ სხვაგვარად მოქცეული თქვენ არ გადადგებოდით რომ გწოდნოდეთ ომის საშიშროების შესახებ პირიქით მე რომ თქვენ გულისხმობთ 21 აპრილს არა მე გულისხმობ აგვისტოს ომის წინასწარ ესე განჭრეტოს რომ გწოდნოდეთ თქვენ დარჩებოდით ხელისუფლებაში 7 ნოემბერს მე სხვაგვარად მოვიქცეოდი და 5 იანვარსაც სხვაგვარად მოვიქცეოდი მინდა გითხრათ ეხლა რაც შეეხება იმას რაც მე მაინც ამ თემას დაუბრუნდები მე მაინც ერთი რამ ვიცი ძალიან კარგად რომ ყველა ვითარებაში რომელშიც მე ასე ვთქვათ მიწევდა გადაწყვეტილების მიღება მე ყოველთვის გადაწყვეტილებას ვიღებდი მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ხა სად იყო შეცდომა სად არა ამაზე მე ალბათ საზოგადოება იმშელებს, როდესაც მე მომეცემა შესაძლებლობა რომ უფრო ღიად ყველაფერზე ვილაპარაკო ხელისუფლების ნაბიჯებზეც, ოპოზიციის ნაბიჯებზეც, ჩემ ნაბიჯებზეც და სხვის ნაბიჯებზეც. ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მხოლოდ მანამდე სრული მოცულობით როდის იქნება ქალბატონო ნინო საზოგადოება ცოდოა ეხა ყველაფერი რო იცოდეს რაც მე და ბატონმა დავითმა ვიცით ალბათ შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ეს ადამიანები მაგრამ ბუნებრივია მათ აქვთ უფლება ძალიან ბევრი რამ იცოდნენ მე დაუბრუნდები ჩვენ თემას და დავეთანხმებოდი ბატონ დავითს იმაში რომ მე არ ვთვლი რომ ჩვენ ტრაგედია უნდა შევქმნათ იმისგან რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული მოსაზრებები და ხედვა აქვს როგორ უნდა მიაღწიონ იმ თავარ მიზანს რასაც ქვია ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის გადაყენება მე უბრალოდ მიმაჩნია რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ რაღაც ეტაპზე ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებას ამან შეიძლება გაართულოს მთავარ მიზნამდე მისასვლელი გზა და გაახანგრძლივოს პროცესი ეს ნამდვილად მიმაჩნია მაგრამ ის რომ ეხა ეს ტრაგედიაა და საერთოდ საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას რომ იგივე ოპოზიციურ სპექტრში იქნება განსხვავებული მოსაზრებები იქნება განსხვავებული ხედვები იქნება განსხვავებული ვთქვათ ჯგუფები რომელთაც მიზნის მიღწევის სხვადასხვა სქემა ექნება ასევე იქნება ვთქვათ როცა არჩევნებს მივახცევთ განსხვავებული კანდიდატურები და ის ძალები რომლებიც ამ კანდიდატებს მხარს უჭერს ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი და მოდით ნუ შეუწყობთ ხელს იმ დაკვეთას რომელიც აქვს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში მე მოსახლეობას მივმართავ რომელიც აქვს ესე ვთქვათ ხელისუფლებას ძალიან კარგად გაცნობიერებული როდესაც ის ლაპარაკობს რომ აი მართლა ოპოზიცია თვითონ ვერ შეთანხმდა და მე რა ვქნა ძალიან ცოტა დრო რჩება ჩვენი ეთერის დასრულებული იქნება ეთერში დაარწმუნოთ ბატონი დავითი რატომ არის ასეთი აუცილებელი 9 აპრილის აქცია
ოპერაციაში მონაწილეობა და რას გეგმავთ 9 აპრილის შემდეგ? იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყოველი ახალი დღე, რომელიც ამ ხელისუფლებას ეძლევა და რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, იმ შემთხვევაში თუ პროცესები გახანგრძლივდება, არის დამატებითი საფრთხეების შემცველი. ყოველ ახალ დღეს ამ ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, თქვათ, გნებავთ ენგურჰესის ტიპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გნებავთ ეხლა რკინიგზასთან დაკავშირებით, არა? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონო დავით, ყველაზე კარგი გათვლებით, რომელიც ეხლა თქვათ მე დავთვალე და მე მგონი ამაში ნამდვილად ვერ შემეწინააღმდეგებით, ყველაზე კარგი დათვლებით თუ მაისში ჩატარდა რეფერენდუმი, მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სააკაშვილი ერთ თვეში არ ჩაატარებს. 10 აპრილი როგორ იქნება 11 აპრილი როგორ იქნება? ჩემი გეგმა გასაგებია ყურადღებით გისმენთ. ჩვენი გეგმა არის ის და ეს არ არის ჩემი გეგმა. ეს არის ჩვენი გეგმა იმ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, რომელშიც შედის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელშიც შედის ბატონი აკაკი ასათიანი, ლევან გაჩეჩილაძე, კონსერვატორები, ვთქვათ და ასე შემდეგ, ძალიან საკმაოდ ფართო სპექტრი ადამიანებისა, რომელთაც მე ნამდვილად არ მოვიაზრებ, ისევე როგორც ისინი არ მომიაზრებენ მე თავის ლიდერად, ასევე მე არ მოვიაზრებ მათ ჩემ თანაგუნდელებად უკვე შემდგომ პროცესში, როდესაც არჩევნებზე გავალთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ხედვები და მე გამიჭირდება დავუშვათ იმ ადამიანებთან ერთ ალიანსში ყოფნა, რომელსაც ერთ საპრეზიდენტო რესპუბლიკა მოწონს, მეორე საპარლამენტო რესპუბლიკა მოწონს, მესამე ტრადიციონალისტია და 10 აპრილს, 11 აპრილს. 9 აპრილს უნდა შეიკრიბოს საზოგადოება და პირდაპირი დემოკრატიის გზით, რაც არის კონსტიტუციური გზა. გამოხატოს თავისი ხმამაღალი პროტესტი. ხმამაღალი პროტესტი არ ნიშნავს არსად შევარდნას და არანაირ დესტაბილიზაციას. ხმამაღალი პროტესტი ნიშნავს იმას, რომ შეიკრიბოს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გამოხატავს თავის პროტესტს და რომელიც მოუწოდებს სააკაშვილს და ასე ვთქვათ, ამ ხმამაღალი და ძალიან ხალხმრავალი პროტესტით, ისევე როგორც ეს მოხდა 7 ნოემბერს, აიძულებს, ოღონდ ასე ვთქვათ, იმედია დარბევის გარეშე, აიძულებს სააკაშვილს, რომ გადადგას გადადგომისაკენ ნაბიჯი, იმიტომ რომ წელს ვითარება არის ნამდვილად სხვა გარწმუნებთ, ვიდრე ეს იყო 2 წლის წინ და თუნდაც წელიწადნახევრის წინ და აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც იგივე გნებავთ დასავლეთი, გნებავთ ქვეყნის შიგნით არსებული ვთქვათ, თუნდაც სახელისუფლებო სპექტრი დაინახავს, რომ 100,000-ობით ადამიანი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, ნამდვილად არ ეყოფა პრეზიდენტის ამისი გამძლეობა და რესურსი თქვენ გაქვთ, ანუ ამის გამძლეობა და რესურსი ზატყუპნაში ხართ ამ ხანგრძლივი მაგრამ ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს იმისი რესურსი და ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს ისეთი დასაყრდენი, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომელიც მას ჰქონდა, თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერს. თქვენი გეგმით აპრილის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ უნდა იყოს. მე ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს იქნება აპრილის 10-ში, april's 9-ში თუ დავუშვათ april's 15-ში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ 9 აპრილს უნდა შედგეს ძალიან ხალხმრავალი აქცია, რომელსაც გარწმუნებთ ჩვენ, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს აქცია იყოს მართვადი, რომ ეს აქცია შეიძლება ხელისუფლების მხრიდან იყოს რაღაცა პროვოკაციების მცდელობები, მაგრამ ჩვენ ყველანი შევძლებთ იმას, რომ ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია თავიდან იქნეს აცილებული და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რაც მეტი ადამიანი გამოვა რუსთაველზე, მით უფრო ნაკლები ექნება პრეზიდენტს იმისი შანსი, რომ იგნორირება გაუკეთოს ამ გამოსულ ხალხს, ან რაიმე ტიპის, ესე ვთქვათ, ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს. ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს თქვენს კოლეგას. კონკრეტიკა ცოტა ნაკლებად დავინახე, აქ არის აქცენტი. რევოლუციის წინაც ვერავინ გეგმავდა ზუსტად რა იქნებოდა. სწორედ ამაშია საქმე, აქ ორი ვერსია. თქვენ ხო თქვით, რომ 9-ში მოვდივართო, ხო? ერთი წუთით შეიძლება. აქ ან არის ძალიან სერიოზული გეგმა, რომელიც მე არ ვიცი და თუ გეგმა არ ვიცი, მაშინ მიჭირს ამაში მონაწილეობა. ან არ არის გეგმა და ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მანამდე დიდი დროა და ეს გეგმა ან დაიხვეწება, ან გამოიკვეთება ასე შემდეგ, იმიტომ რომ რამოდენიმე დაშვება, რომ ბევრი ხალხის მოსვლის შემთხვევაში სააკაშვილში ან სინდისი გაიღვიძებს, ან ქვეყნის პატრიოტიზმი და შემდეგ. არა, მე გარც ერთი კრიტერიუმი არ მომიყვანია ბატონო დავით. ესე იგი, რაღაცა უნდა ზეწოლაზეა საუბარი მხოლოდ. რა არის ეს ზეწოლა? ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილის მოსვლა რუსთაველზე. ნახოთ, კი ბატონო, თუმცა ქალბატონინო საუბრობდა წარსულში აცილებულ თუ ნახევრად აცილებულ საფრთხეებზე, ხო, ყველაფერი თქვენი მცდელობითაც ვერ მოხერხდა. თუ თქვენ მე დამისახელებთ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს ვინმეს, ვისაც თუნდაც თქვენი დონის გავლენა და ძალა აქვს დღევანდელ ვითარებაში და მათი მეძე შეიძლება ვიყოთ, რომ ვინმე რამეს აგვაცილებს და არაპირიქით რომ აი ეს კუთხეში მიმწყდეული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და ჩვენ ეს ვიცით, რომ ყველაფერზე წამსვლელია, უკვე წასულა ბევრჯერ
არ წავა ყველაფერზე, მე ამისი არგუმენტების მოსმენაც მინდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ 9 აპრილს აქცია არ უნდა შედგეს, არავითარ შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას ჩვენი ხედვით, რომ ბოლო დღის გამოცხადება ჩვენთვის და საკუთარი თავის ჩიხში შეყვანა, რომ 9-ში თუ ბევრი მოვედით და არ გადადგა, მაშინ ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ რაღაცა სხვა ხერხით, მე არ ვიცი რა ხერხით ვაიძულოთ ის წავიდეს, ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი. ამ შემთხვევაში კუთხეში მიმწყდეული აღმოჩნდება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც. ეს არ არის ბოლო დღე, უკაცრავად. ეს არ არის ბოლო დღე, ეს არის 9 აპრილს, ეს არის პროცესის დასაწყისი. და მოდით ესე ვთქვათ, მე გეთანხმებით, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელიც რაიმენაირ გარანტიას შექმნის გონივრული გადაწყვეტილებისა, ეს გამოჩნდა სამწუხაროდ აგვისტოს მოვლენების დროსაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქედან გამომდინარე ჩვენ სააკაშვილის ტყვეობაში უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ამავე ლოგიკით ბატონო დავით, მაშინ გამოვა რომ თუ თქვენ რეფერენდუმს სააკაშვილი არ დათანხმდება, მაშინ ჩვენ აქციების გზა არ უნდა ავირჩიოთ და ეს მუდმივი პროცესი იქნება. მე ხომ აქვე ვთქვი, რომ ეს გზა აქციებს კი არ გამორიცხავს. მე ძალიან კონკრეტულ საკითხზე მაქვს აქცენტი. ჩვენ მე მგონი როგორც ჩვენ ფინალისკენ მივდივართ. ჩვენ სიამოვნებით ვიღებთ თქვენს ასე ვთქვათ მოსაზრებებს და არგუმენტებს რეფერენდუმის გზასთან დაკავშირებით. ასევე ვგთხოვთ, რომ ამ თემებზეც კონდეს არგუმენტებიც და პასუხებიც საზოგადოებასთან, რომ თუ ჩვენ შევალთ ამ პროცესში 9-ში დავიწყეთ აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ გვინახავს ეს ახლა ისევ და ისევ არანაირი მოდით მაშინ ესე შევთავაზოთ და ჩაერთეთ იმ კონსულტაციებში აქტიურად, რომელშიც თქვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ახართ ისე აქტიურად ჩართული, როგორც საჭირო იქნება. გარწმუნებთ, რომ იმ ჯგუფს ოპოზიციისა, რომლის სახელითაც ეხლა ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ 9 აპრილის დასაცავად, ნამდვილად აქვს ძალიან სერიოზული გეგმა, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად მუშაობს ყველა დღის გაწერაზე, როგორც 9 აპრილამდე, ასე 9 აპრილთან დაკავშირებით და 9 აპრილის შემდეგაც უბრალოდ დამეთანხმებით ნამდვილად არ ვაპირებ ქალბატონ ნინო, რომ ეხა ალბათ ბატონი დავითიც გააგებით მოეკიდება ამას, რომ ხელისუფლებას ისედაც საკმარისად კარგად ისმენენ, მოდით პირდაპირ ვთქვათ და ხშირ შემთხვევაში ლამის პირდაპირ ეთერში გვიწევს ხოლმე ლაპარაკი, როცა შეკრებების დროს ვლაპარაკობთ, მაგრამ ფლათესხლა პირდაპირ ეთერში ყველა დეტალის გამჟღავნებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ არც ერთ გონივრულ გადაწყვეტილებას ეს ხელისუფლება არ მიიღებს და მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს. მოგვიწევს, რომ სწორედ პირდაპირი დემოკრატიის გზით ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ წავიდეს დათმობაზე. მეც ვისურვებდი, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც რეფერენდუმი იქნებოდა სწორი გამოსავალი. რეფერენდუმი პირდაპირი დემოკრატიის კლასიკური ფორმა, ხო? ნორმალურ ქვეყანაში აბსოლუტურად არ ქონდა ის ილუზია, მე და თქვენ ნორმალური ქვეყანა მოხდებოდა, თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ ეხლა ერთი წინადადება მინდა ვთქვა, ერთი მხრივ არის ვერსია ასეთი, რომ აი ოპოზიცია სადღაც ჩაიკეტოს, შეთანხმდეს ყველაფერზე და მერე საზოგადოებას უთხრას ერთი ცალი ფრაზა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ მე მგონი არც საზოგადოებას უნდა ვაკადროთ ეს და არც ერთმანეთს. და ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, სამწუხარო პროცესი, ტრაგიკულ ვითარებაში მიგვიწევს ამაზე ფიქრი და საუბარი, ქვეყანა არის უდიდესი განსაცდელის ქვეშ, საკუთარი ხელისუფლების გამო, რუსეთის გამო, ეკონომიკური პრობლემების გამო, ზოგადად ამიერკავკასიაში ძალიან სერიოზული პრობლემების გამო, ამიტომ ოპოზიციას, ლიდერებს, თავმჯდომარეებს და ასე შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ გადაწყვეტილებები 10 კაცმა და მერე მთელი ხალხი წავიყვანოთ იქ. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი, ეს არის ძალიან ჯანსაღი, რაც არ უნდა ხანდახან იყოს კინეული. ეს არის ჯანსაღი დისკუსია იმისთვის, რომ ჩვენ სწორი გზა ვიპოვოთ და მომავალში ჩვენ გვექნება იმისი საშუალებაც და აუცილებლობაც, რომ კონკრეტულ ვითარებებში გამოვძებნოთ ყველაზე უფრო რაციონალური და სწორი გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ საერთო მიზანია მისაღწევი. ამდენი ქონიათ ერთმანეთისთვის სათქმელი და ამდენ ხანს არ ყოფილა თქვენი დებატები ძალიან საინტერესო გამოვიდა მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვის. მაგრამ მე მინდა ისევ და ისევ თუ ვინმეს ეს გარკვეული ასთა სხვადასხვაობა ისე განაწყობს, პირიქით მათ ვუთხრა, რომ ჩვენ ხალხო ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და ვზომავთ ხოლმე, ხო ქალბატონ ნინო, რა მოსაზრებას, რა მხარდაჭერა აქვს, იმიტომ რომ ხალხთან ერთად არის ეს გასაკეთებელი, ამიტომ ეს არის აუცილებელი, რომ მოისმინოს არგუმენტები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სამწუხაროდ ჩვენი რესურსები ხა შეზღუდულია ხოლმე, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია
მივაწოდოთ, მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ვუთხრათ კონკრეტულად რას ვაპირებთ, მოსახლეობას უნდა უთხრათ არა მარტო ის, რას ვაპირებთ ეხლა, არამედ მერე უნდა უთხრათ ძალიან ნათლად, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყანა და ვის როგორი ქვეყანა და მოწყობა წარმოუდგენია. მაგრამ და ასევე იმედი მაქვს იმისა, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მიღწევას. დიდი მადლობა, იმედია ჩვენმა მაყურებელმა მსმენელმა დღეს გაიგო უფრო მეტი იმ გეგმების შესახებ, რომელიც ორ ოპოზიციურ ფრთას ამ მომენტისთვის აქვს. დიდი მადლობა ქალბატონინე, ბატონ დავით, ეს გახლდათ პროექტი უცნობი კავკასია, რომელიც გემშვიდობებად ხვალამდე 20 საათსა და 30 წუთამდე. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.